უახლოეს მომავალში აქციის მონაწილის მხრიდან დემონსტრაციებზე ნიღბის გამოყენება, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცხელმსადენი ან სხვა მომწამლავი ნივთიერებების ქონა პირველივე შემთხვევაში 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. თუ კანონდამრღვევი პარალელურად აქციის ორგანიზატორიც იქნება, მას ციხეში 20 დღის გატარება მოუწევს. ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ისრულებები ითვალისწინებს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი უკვე დაუჭირეს. დაგეგმილი ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება. ამის მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირებს დაეკისრება, რომელიც სამართალდამცავებს შეურაცხყოფას მესამედ მიაყენებს ან კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება. ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში აქციის მონაწილეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. განმეორებითი კანონდარღვევა კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსგავს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ასევე 2 თვით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება დემონსტრანტს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე იარაღი, პიროტექნიკა ან ისეთი ნივთი ექნება, რომელმაც შესაძლოა სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი. საკითხის მომხსენებლის არჩილ გორდულაძის განმარტებით, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ჯარიმები არ იყო ეფექტური, რის გამოც ქართულმა ოცნებამ დანაშაულის პრევენციის მიზნით რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირას სამივე მოსმენით დაამტკიცებს. ხედავთ რა, რომ ჯარიმები ვერ ხდება შემაკავებელი, ვერ ხდება პრევენციული და არ აქვს მას პრევენციული შედეგები. შესაბამისად 300 დღის განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს მილიონზე მეტ თბილისის მოქალაქეზე. ცვლილებების მიხედვით რამდენი გაზის, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწავლი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში გაფრთხილდებიან შესაბამისად მანიფესტაციის მონაწილეები და თუ ისინი განმსაცინავ დოკუმენტებაზე უარს არ იტყვიან და კანონს არ დაემორჩილებიან, მათ მიმართ გამოყენებული იქნება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ასევე იგივე ეხება მაგალითად სახის ნიღბებით დაფარვას, აწრდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ან პოლიციელის და სამართალდამცავი ორგანოს სხვა წარმომადგენლის შეურაცხყოფა, მესამე შემთხვევა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ იქნება კანონდარღვევა, მაგალითად ის, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბრის სხვადასხვა ადგილას, როგორც დამხობის მცდელობასთან ერთად, ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად სხვადასხვა ნიღბიანი ადამიანები ჟურნალისტებს ასხავდნენ ცხელმსადენ გაზს, წიწაკის სპრეის პირდაპირ ეთერში და ხედავთ, რომ ჯარიმებს არ აქვს შესაბამისი პრევენციული მექანიზმი. ამის შემდეგ გამომდინარე იქიდან, რომ პრევენცია არ არსებობს, ამიტომ გაცრდება კანონმდებლობა.